8-იანი იქნება, 7-იანი იქნება თუ რა ციფრიც არ უნდა დაიწეროს, 0, რაზეც არ უნდა გაამრავლო, იქნება ყოველთვის 0. ოპოზიციის გაერთიანება ახლა არის ის, რაც ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად არაწყობს. დაქსაქსული და დასუსტებული ოპოზიციური პარტიები ოცნებისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად მთავარი კომპონენტია. როგორც კი ოპოზიცია საერთო გეგმაზე ალაპარაკდა, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა გაიხსენა. მე ვარ თანახმოვანი, რა თქმა უნდა, ისევ იყოს სალომე ზურაბიშვილი მათთვის ეს ნაცმოძრაობას დაარქმევენ ახალს ძველს თუ როგორც არ უნდა უწოდონ, ვარ თანახმოვანი, რომ იყოს სალომე ზურაბიშვილი, ეს არის განსახიერება ანტიქართული, განსახიერება უცხოური ძალების წარმომადგენლობის და თუ ამას დაიყენებენ ისევ სათავეში, მე მხოლოდ თანახმოვ ვიქნები. მიმდინარეობს ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო პროცესი, სადაც იცით რომ საზოგადოებამ იცის რომ არის საუბარი ამ ტიპის დანაშაულებრივი პარტიების აკრძალვაზე, ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენი მოთხოვნა იქნება ამისი, ამიტომ ეს პროცესი ძალიან კარგად აჩვენებს რომ რა კონფიგურაციაში არ უნდა გადაეწყონ, რა ფერი თუ რა სახელიც არ უნდა დაირქვან, ვერ ჩამოირეცხავენ იმ ძალიან ძიმე წარსულს, რაც აქვთ მათ საკუთარ ხელზე, ამიტომ კიდევ ერთხელ რაღაც ეფემერულ, ზღაპრულ გაერთიანებებზე, ერთობებზე საუბარი აქ მგონი ზედმეტი. ვინ მოხვდა ყველაზე მეტად თვალში ქართულ ოცნებას? ოლიგარქის გეგმებს ზურაგირჩი ჯაფარიძე ურევს, რომელიც ციხიდან გამოსული ერთი დღის წესრიგით მუშაობს ყველა ერთად. ჯაფარიძის ეს გეგმა და მისი ლიდერობა ქართულ ოცნებას არ მოსწონს, ამიტომ დღეს გირჩის ლიდერი ოცნების სამიზნე იყო. აბსოლუტურად გასაგებია რა ვითარება გირჩმა ჯაფარიძემ გადაწყვიტა რომ ხელში უნდა აიღოს სადავეები და რომ ამისთვის არ ივარგა არც ზოდელავა მათ პატა ბურჭულაძემ და არც ნებისმიერმა სხვამ, ხოლო სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ერთ-ერთი ფაქტორი ნაწილი იმ გეგმისა, რომელიც მის თავში მოიხარშა. არ ვიცი ეს როდის მოხდა, მაგრამ ფაქტია რომ მას უნდა სწორედაც ლიდერის სადავეების ხელში აღება იმისათვის, რათა ხედავს უხერხემლობას სხვა ლიდერებისა და თვითონ მგონია რომ არის ძლიერი. ოპოზიციას ერთმანეთთან დაპირისპირებამ და ომმა ნულოვანი შედეგი მისცა, ამიტომ ახლა ერთიანი მოქმედების ტაქტიკაზე მუშაობენ. კონსულტაციები დაწყებულია და საერთო დოკუმენტზე მსჯელობენ, როგორ დაამარცხონ ოლიგარქიული რეჟიმი. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, სტრატეგიაზე შეთანხმება მნიშვნელოვანი და არა რომელიმე ერთი პარტიის ან ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთიანება. ამას არც განვიხილავთ და არც ვფიქრობთ, რომ სწორი იქნება. დიქტატურის პირობებში გაერთიანება ისე რომ საარჩევნო პროცესისთვის მზადდება, ესე არ ხდება, გაერთიანება ხდება წინააღმდეგობაში, რომ წინააღმდეგობით უნდა დავუბრუნოთ არჩევნებს, პოლიტიკაც და ყველაფერი რაც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა წაგვარდა. გრძელვადიან პერსპექტივაში ზოგი მემარცხენე თვალსაზრისით უყურებდეს საქართველოს პოლიტიკის განვითარებას, ზოგი მემარჯვენე, მაგრამ დღეს უახლოესი ამოცანები, უახლოესი სტრატეგიული ამოცანები ჩვენ გვაქვს ყველას ერთი, რომ ეს დამნაშავე რეჟიმი უნდა დასრულდეს. ზურა ჯაფარიძესთან კონსულტაციებს ადასტურებენ ლელოშიც, თუმცა ამ ეტაპზე ისინი საერთო დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები არ არიან. ვადასტურებ ჩვენი პარტიის, ჩვენი კოალიციის სახელით მზაობას იმისა, რომ ვისაუბროთ და ამას ალტერნატივა ბუნებრივია არ აქვს. ამ შემთხვევაში ინიციატივა საიდანაც მოდიოდა, აი ამას ვისმენთ. ახლა შეიძლება სხვა პოლიტიკური პარტიები უფრო სხვა ფორმატებში რაიმე კონკრეტულზე მუშაობენ, ჩვენ დაველოდებით, როდის გაგვეცნობენ და გვექნება შესაბამისი პოზიცია. ამ ეტაპისათვის ჩვენი პარტია რაიმე კონკრეტული დოკუმენტის შემუშავებაში არ მონაწილეობს, უფრო რაღაცა მეტი დეტალი ან ჩარჩო ჩვენთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ეს შეხვედრები ბუნებრივია გაგრძელდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებიც ჯერჯერობით პოლიტიკურ პარტიებს მიღმა არიან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებენ, თუმცა თვლიან, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის დიდი გადაჯგუფების დროა. რომ ამ კრიზისიდან გამომდინარე ვიღაცები მართლა რაღაცაზე შეთანხმდნენ და შინაარს იყოს ის ირგვლივაც პარტიები თუ ცალკეულად პოლიტიკოსები გაერთიანდებიან. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს იმის იმედი და მოლოდინი რომ მოხდება რაღაც დიდი ერთობა, რომლის დაკვეთაც შეიძლება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობდეს,
რომელიც მართლა ხელისუფლებას რაღაც ნაწილში შეარყევს ერთობიდან გამომდინარე, თუმცა ისო პარტიები ლოგიკურად ცალ-ცალკე პოლიტიკოსები გაერთიანდნენ და უფრო დიდი გადაჯგუფება მოხდეს, ესეც მგონია რომ დაკვეთაა და მათ შორის შინაარსი ლაპარაკი და შინაარსი შეთანხმება არის პირველი გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება უკეთეს მომავალამდე მიგვიყვანოს. რამდენიმე დღეში საპატიმროს დატოვებენ გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამია. როგორც ირკვევა პოლიტიკურ კონსულტაციებში ისინი ჩაერთვებიან. სავარაუდოდ ოპოზიციური პარტიების სტრატეგიის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება გაზაფხულამდე გაიგებს.